ერთი რამ აერთიანებთ წითური თმა. ნახეთ ქრონიკა პლუსი წითურების ფესტივალიდან. ერთად ამდენი წითელთმიანი თქვენ წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ ნახოთ. ამჯერად ჰოლანდიის ქალაქ ბრედაში ბოლო 3 დღე წითურებისაა. საერთაშორისო ფესტივალმა მსოფლიოს ყველა წერტილიდან წითურები ჰოლანდიაში შეკრიბა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამხელა ენერგია აქვს ერთად შეკრებას. მე ამაყი ვარ ჩემი თვისფერი. სამხრეთ ამერიკიდან ვარ, იქ ჩემნაირები ცოტანი არიან. აქ კი პირიქით. ყვებიან რომ ბავშვობაში წითელი თმის გამო ხშირად აჯავრებდნენ. დღეს თმისფერი მათი ზეიმის და გართობის მიზეზი ხდება. ხანსი ერთადერთი წითურია ოჯახში. მისი ქერათმიანი მამა ამბობს, რომ წითურებს თმისფერთან ერთად ხასიათიც გამორჩეული აქვთ. ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს და ტემპერამენტიანია. ფესტივალზე მოსული წითური მამაკაცების უმრავლესობას არა მარტო მეგობარი ქალბატონები, არამედ ძაღლებიც წითური ყავთ. აი წვერზეც მეტყობა რომ წითური ვარ. ჩემი მეგობარი გოგონა წითურია და მთელი ჩემი ოჯახი. აღმოჩნდა რომ მოდაც შეიძლება იყოს წითელთმიანებზე მორგებული. მათი სილამაზის ხაზგასასმელად ფერის სწორად შერჩევაა საჭირო. თქვენ კანის ბუნებრივ ფერს ხედავთ, ეს მნიშვნელოვანია. გართობისა და გაცნობის შემდეგ რეკორდის მოხსნის დროც დგება. ყველაზე მეტი წითური ამ ფესტივალის არსებობის ისტორიაში ამერიკელებმა შეკრიბეს. ჰოლანდიელები დღეს ყველა წითურს ამ მოედანზე შესვლამდე ფოტოს უღებდნენ და სათითაოდ ითვლიდნენ. ჯამში მინდორზე 1400-მდე ადამიანი შეიკრიბა და წითურების ახალი რეკორდიც დამყარდა. ჩვენი რეკორდი წელს 500-ით გავაუმჯობესეთ. ამერიკელებს 900 წითური. ჩვენ 1400-ს მოუყარეთ თავ. ჩემი თმისფერია გამონაკლისია. აქ არ არის შავგრევნების და ქერათმიანების ადგილი. ირგვლივ მხოლოდ წითურები არიან. აქ წელს ისინი შეიკრიბნენ იმისთვის, რომ 2010 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნან. მაშინ ამ მოედანზე 891 წითური შეიკრიბა. ახლა ისინი უფრო მეტი არიან. სოფო ზურაბიანი, დავით გელენიძე, იმედის ევროპის ბიურო, ჰოლანდია.